ათეულს ვიწყებთ ინგლისელი, მე-17 საუკუნის პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური ოლივერ კრომველი. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიძულვილით შოტლანდიის და ირლანდიის მცხოვრებლების, კათოლიკების მიმართ. მან ირლანდიაში საერთო ჯამში 50,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალაქ დანდიში კი გაანადგურა ნავსადგური და იქ მცხოვრები 2,000 ადამიანი. ზოგადად კი მისმა ომებმა საერთო ჯამში შეიწირა 200,000-მდე მშვიდობიანი მოსახლე. იგი იმდენად სძულდათ სიკვდილის შემდეგ ამოთხარეს, გაასამართლეს და გვამი ჩამოახჭეს. სიაში შემდეგია ფრანგი, მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ დე რობესპიერი. ზედმეტსახელად მოუსყიდავი, საკმაოდ მრავალპროფილური პიროვნება. პოლიტიკოსი, ორატორი, იურისტი, რევოლუციონერი და ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მმართველი კაცობრიობის ისტორიაში. დიდი ტერორის შემოქმედი. საფრანგეთის რევოლუციის დროს რობესპიერის მეთაურობით მასობრივად ანადგურებდნენ არისტოკრატებს, სასულიერო პირებს და ძველი მმართველების გულშემატკივრებსაც კი. მის ანგარიშზე 40,000 ადამიანის სიცოცხლეა, უმეტესობა გილიოტინაზე. რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 1794 წელს. ივანე მეოთხე მრისხანე ვასილის ძე. ფაქტობრივად, ის შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთის დღევანდელი ტერიტორიის შემქმნელად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, განახორციელა გენიალური რეფორმები და აქცია რუსეთის საზღვრები იმად, რაც დღეს არის. მიუხედავად რუსეთის გრანდიოზული აღმავლობისა მისი მეფობის პერიოდში, ის უფრო მეტად დასამახსოვრებელია თავისი მანიაკალური მიდრეკილებების გამო. მაგალითად, მას გაუჩნდა ეჭვი, რომ მთელი ქალაქი შეთქმულებას აწყობდა პოლონეთთან ერთად და სასჯელის სახით მთელ ქალაქს კედელი შემოარტყა, რომლის მიღმაც არმია ყოველდღე 1500 ადამიანს ირჩევდა, აწამებდა და კლავდა. რუსეთის გამაერთიანებელი მეფე კი ყოველთვის უყურებდა მათ წამებას. ვლად მესამე, ასევე ვლად ცეპეში, იგივე სარზე გამსმელი, ან ვლად დრაკულა, ვლახეთის მმართველი, რომლის სხვებთა საერთო რაოდენობა 40-დან 100,000 ადამიანს აღწევს. რუმინელ მეფეს ხალხის კვლავ მანიაკალურ სიამოვნებას ანიჭებდა. ერთხელ ვლახეთის დასაპყრობად გამართულმა თურქეთის არმიამ უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ქალაქის შესასვლელთან 20,000 სარზე გასმული ადამიანი ნახეს. ასევე მან შეკრიბა 500 თავადი და უთხრა ჩამოეთვალათ მმართველები, რომლებიც ახსოვდა. ყველამ დაასახელა შეძლების დაგვარა. შემდეგ კი ბრძანა 500-ვე სარზე გაისვათ, რადგან მის სამფლობელოში მხოლოდ ერთ მმართველზე უნდა ესაუბრა. ასეთი მანიაკალურობის მიუხედავად მისი მხედართმთავრული ნიჭიერება დღემდე აოცებს ხალხს. ეს დიქტატორი უგანდის სათავეში 1971 წელს მოვიდა და არა მარტო ქვეყანა დააქცია, არამედ 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. ისევე როგორც ივანე მრისხანე, იდი ამინსაც პარანოიდულად შეჰქონდა ეჭვი ყველას ღალატში, ხოცავდა ყველას და ყველაფერს. 2,000 ადამიანზე მეტი საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. ძალიან უყვარდა ჯილდოები, ამიტომ დააგზელებინა მუნდირი, რათა ბევრი ჯილდო დატეულიყო მის მკერდზე. ყველა ამ სიკეთესთან ერთად ის კანიბალი იყო. კამბოჯას უსასტიკესი დიქტატორი, თავისი სიძულვილი ინტელიგენციის მიმართ გამოანთრია. მმართველობის 1 წლის მანძილზე პოლ პოტმა მთლიანად დაანგრია ეკონომიკა. მისი თქმით, ავად მხოლოდ ბურჟუები ხდებიან, ხალხი კი ჯანმრთელია. ამიტომ დაშალა ფარმაცევტული წარმოება და ხალხს წამლის მიღება აუკრძალა. დაშალა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების სისტემები,
ფოსტა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებები. გაანადგურა სოფლის მეურნეობის ტექნიკა. შექმნა ეგრეთ წოდებული სოფლის კომუნა, რომელიც აკონტროლებდა მოსავლის აღებას სოფლებში. მისი ნებართვის გარეშე ბანანის მოკრეფაც კი იკრძალებოდა. შეცვალა ფულის ერთეული და ბრუნვა. დაანგრია მონასტრები, ბიბლიოთეკები, თეატრი და აკრძალა ტრადიციული დღესასწაულების აღნიშვნა. დაწვა ნაციონალური არქივი და ძველი წიგნები. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ინახულა მაო ძედუნი, რომელმაც მიღწეული წარმატებისთვის შეაქო. 4 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ადამიანი დახოცა. ეს იყო ნამდვილი გენოციდი კამბოჯის ხალხის მიმართ. ბელგიის მეფე ცნობილი გახდა იმით, რომ დაიპყრო აფრიკის ტერიტორია, რომელიც 70 ჯერ აღემატებოდა ბელგიის, ანუ მისი ქვეყნის ტერიტორიას. ლეოპოლდმა მოაწყო გენოციდი კონგოში. კონგოს ყველა მოსახლე ითვლებოდა მის მონად. თუ ვინმე მუშაობაზე უარს განაცხადებდა, ხელის მტევანს აჭრიდნენ. ზოგი ინფორმაციით 2 მილიონამდე ადამიანს მოაჭრეს ხელი, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში კონგოს მოსახლეობა 20 მილიონიდან 10 მილიონზე ჩამოვარდა. ქალაქი ბრიუსელის კედლებს დღემდე ამშვენებს ლეოპოლდ მეორეს ძეგლი, რომელსაც ხშირად აზიანებს ტირანის სისასტიკეზე განაწყენებული ხალხი. ალბათ ყველაზე ცნობადი ფიგურა მთელი ისტორიის განმავლობაში. გერმანიის ფიურერი და რაიხკანცლერი. ჰოლოკოსტის და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. ადამიანი, რომელზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ ვიტყვით. მოკლედ რიცხვებში რომ გადავიტანოთ, ჰოლოკოსტის შედეგად განადგურებული იქნა 5,5 მილიონი ებრაელი. ასევე 3 მილიონამდე პოლონელი და 1,5 მილიონი სხვა ეროვნების წარმომადგენელი. სულ რაღაც 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე და 29 მილიონი სამხედრო კი მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაიღუპა. ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. მისი რეჟიმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ათეულობით მილიონს აღწევს. ესენი არიან სიკვდილით დასჯილი ადამიანები, პოლიტიკური ან კრიმინალური სასჯელით გულაგის ბანაკებში, ანუ სიკვდილის ბანაკებში, დაღუპული ხალხი. ამას დამატებული გადასახლებები, საიდანაც მხოლოდ მცირე პროცენტი ბრუნდებოდა. ასევე შიმშილით სიკვდილი მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით უკრაინული ჰოლოდომორი, რომელმაც 10 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილით სიკვდილი არ გუნა. იყო 100,000-ობით კანიბალიზმის შემთხვევა. ხალხს უბრალოდ კი არ კლავდნენ, მათ იძულებულს ხდიდნენ თავიანთი შვილები შეეჭამათ, რასაც უმცროსი შვილისგან იწყებდნენ. ეს იყო ყველაზე სასტიკი და მასობრივი სასჯელი საკუთარი ხალხის მიმართ, რაც მთელი კაცობრიობის განმავლობაში ვინმეს გაუკეთებია. სიის დასასრულს თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისტორიის ყველაზე სისხლიან დიქტატორად ჩინეთის მმართველი მაო ძედუნი. სტალინის მიმდევარი და კომუნისტური იდეის ბრმად განმახორციელებელი ჩინეთში. მისი მმართველობის ადრეულ პერიოდში რამდენიმე ფეოდალი მემამულეს სიკვდილით დასაჯეს, რამაც საერთო ჯამში 700,000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. რამდენიმე წლის შემდეგ შიმშილის და სხვა გარემოებების გამო დიდი ნახტომის დროს 50 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ჩინელი ხალხის ტანჯვა ამით არ დასრულებულა. 60-იან წლებში კულტურული რევოლუციის დროს მაოს რეჟიმმა 100 მილიონამდე ადამიანი დააზარალა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ, გააზიარეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.